შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდის პროკურატურასთან აფეთქების მცდელობაში ეჭვმიტანილის აღიარებითი ჩვენება გაავრცელა სამართალდამცველებმა 1961 წელს დაბადებული როლანდ ხურცილავა აიყვანეს. იგი ზუგდიდში რუსების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოვიდა და ასაფეთქებელი ნივთიერება გადმოიტანა. შეგახსენებთ, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება ამოღებულია და გაუნებელყოფილია სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის განაღმის სამმართველოს თანამშრომლების მიერ. დაკავებული აღიარებით ჩვენებაში დეტალურად ყვება, როგორ დაიგეგმა ოპერაცია და როგორ აპირებდა იგი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებას. Стали знакомый военный служащий подполковник Василий Васильевич пришел ко мне на дом, предложил дело. Я спросил, что за дело. Вот. Он мне сказал, пойдем расскажу. Я пошел с ним в машину и мне говорит, привел на машину сел, привел на базу и объясняет, что надо Зугдидскую прокуратуру взорвать. Я говорю, я это не буду. Это, говорит, предательство, я не согласился. Я сказал, ты хорошо подумай, мне говорит, заплатим вам 80 тысяч рублей русских. Вот, я говорю, мне не надо деньги. Я отказался. А потом второй раз приехал. Короче, я сказал, да, возможности нету. Я говорю, сделаю. Он меня принес бон, я повел в Зугдид и прокуратуру.